ამ პაციენტს აქვს რაღაც ძალიან იშვიათი და რთული, რასაც ეზოფაგოსტომა ქვია, ანუ საყლაპავის სტომა. ამ შემთხვევაში საყლაპავი დაბოლოებულია კანზე, ღიად, ნაცვლად იმისა, რომ ის იყოს მიერთებული კუჭთან და ყველაფერი, რასაც ის მიირთმევს, იქნება ეს სითხე თუ საკვები, მოხვდება აი ამ ჩანთაში, რომელიც მიმაგრებულია ამ საყლაპავის სტომასთან. ეს შეიძლება არასასიამოვნო საყურებელია, მაგრამ დამერწმუნდეთ, ეს ადამიანი არის ნამდვილი მებრძოლი, რომელიც არ დანებდა და სავარაუდოდ საყლაპავის კარცინომის ფონზე ქირურგებს მოუწიათ მსგავსი სტომის დადება, რადგან აღარ იყო საკმარისი ქსოვილი იმისთვის, რომ საყლაპავი კუჭთან მიერთებინათ. ეს ყველაფერი კი შემდეგნაირად ხდება, როდესაც საყლაპავში არის პათოლოგიური კერა, ამ შემთხვევაში ჩავთვალოთ მალიგნომა, ხდება საყლაპავის სუბტოტალური რეზექცია, რაც ნიშნავს იმას, რომ საყლაპავი იკვეთება იმ ნაწილიანად, რომელიც კუჭს უერთდება, ანუ კარდიის ნაწილიანად. შემდეგ ხდება დარჩენილი კუჭის ქსოვილის მობილიზება საყლაპავის დარჩენილი ქსოვილის მიმართულებით, რათა მოხდეს ამ ორი ქსოვილის ერთმანეთთან ისევ ანასტომოზირება. თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, რადგან რეზექციის მასშტაბებიდან გამომდინარე ხანდახან არ რჩება საკმარისი ქსოვილი. ამ პაციენტის შემთხვევაში სავარაუდოდ არასაკმარისი ქსოვილი იყო ამ ყველაფრის მიზეზი.